ვართ და 6 წელი აქ ცხოვრობთ. საიდან როგორ მოხვდით, საცხოვრობდით მანამდე? ცხოვრობდით ჩვენ ამოგანში. აი ამ პირველ წინა კორპუსში. ვიყავით გირაოთი. დიახ. ხო. ნუ შემდეგ დავრჩით ესე ქუჩაში, ქმარი გამიხდა ავად, ტუბერკულოზით არის დაავადებული. დავრჩით ასე, რა ვიცი, რა ვილაპარაკო არ ვიცი. და სახლი სადმე არ მქონდა? სახლი ქონდა, მეუღლეს ყავდა გამზრდელი დედა და ცხოვრობდა მეხუთეში გლდანში. იყო შევარდნაძის პერიოდი, იმას ყავდა თავისი დიშვილები და ისე ურჩიეს, რომ ისე ჯობდა, რომ დიშვილებს დარჩენოდა ვიდრე ამას და სასამართლოს იმით გამოვედით ასე გარეთ. ანუ სახლი არ ქონდა, გირით იყავით და მე როცა ფული არ ქონდათ ის ბინაც დატოვეთ და აქ ვიყავით. ცხოვრობთ 6 წელი აქ პირობებში. კი. შუქი გააქვთ? შუქი არ გვაქვს. მოვაროვე. ზე გოგონა. არ გვაქვს. დიდი ბოდიში და შეიძლება გიპასო ხო? რა თქმა უნდა, აბარა. მე გახლავარ დათო დევიძე, ჟურნალისტი. დიახ. ალია ჟურნალისტი ვარ, დავით დევიძე. ვიცი, რა მიგიამსმენია თქვენი ამ ხალხს პირველად დავწერე მე. ამ ხალხს აქვთ მოპარული შუქი. ო, კაი. მოპარული აქვს, რატომ იცით? სხვა შანსი არ აქვს. უარ გქონდათ ეს ამბავია. იწერთ. გინდა არ შეეწეროთ, მაგრამ მე შინა აგიხსნათ მინდათ რა. ხო, თუ არსებითია კი ბატონო. ძალიან მდგომარეობაში არიან რა. იპარავენ შუქს. ხო და შანსი არ აქვს, რო არ მოიპარონ მოკვდები. ხო და მე კორის პალტრაში მუშაობდი, ერთი წერილი დავწერე, მეორე წერილი ალიაში ქრონიკაში. იხმარებიან უმნიშვნელოდ რა. ვინ ეხმარება? კერძო ხალხი, არ გამგეობარი, კერძო ხალხი რაღაცა თუ დაურეკავს და თუ რაღაცა თუ არა, ეს სერიოზული არაფერი არა. ოჯახის უფროს დაავადებულია ახლა. და ოჯახის უფროს არის სერიოზული ამბავი. ოჯახის უფროს არ შეუძლია ფაქტიურად აი ეცეტრე რო ინვალიდია რა. ხო და ამ ხალხს უნდა სერიოზული ხარდაჭერა და სერიოზული მიხედვა. აი რამდენიმე მე წერილები რო გავაკეთე. კერძო დახმარების გარდა არაფერი არ ყოფილა რა. და კერძო დახმარებაც იყო მიზერული, ძალიან მიზერული იყო, არავითარ სერიოზული არ ყოფილა და იქნება თქვენი რაღაც მოგზანდეთ, დიდი მადლობად. მე მეგობარი ვარ ამ ოჯახის ჟურნალისტი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ამნაირი ოჯახი, მაგრამ ბევრი ოჯახი მინახია, ასეთ ოჯახი არ მინახია რა. ასე რომ თუ ვინმე დაეხმარება თქვენი თანადობით, მადლობლები იქნება. ახლა მოგზანდებით.